მიგონია ახლა ჩემს გარშემოც რა, რომ აი საქმე დაუწყიათ, თქვათ, და მე ბრძოლა გადარჩენისთვის გამხდა რა, ეგ საყვარელი საქმე და ზიზღებიათ მე ეგ საყვარელი საქმე. ფასი გაზარდეთ. ყველა შეკვეთაზე არ დათანხმდეთ. ახლა როქშია ყველაფერზე თანხმდები რა. მე ვაკეთებდი ხოლმე დიზაინერს $1 იმიტომ რომ იმხელა იყო კონკურენცია უცხოურ საიტებზე. რომ ანუ რაღაცით უნდა დაგეწყო რა, $100 ეგრევე არავინ განდობს. შესაბამისად ძალიან ქვემოდან დავიწყე რა. ამ $1-დანაც 20% საიტს მიქონდა. 80 თვეში მქონდა $80 რა და იმ 80-დანაც $5 აკლდებოდა გადმორიც. მოკლედ რა, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ვიღაც ახლა ამას ძალიან სევდიანად მოყვებოდა. რაღაცა პერიოდი ყველაფერზე ხარ თანახმა და მაგიტო გზიზღდება ის შენი საქმე. რომ შენი სტილით არ აკეთებ, შენი გზღუდავენ, ტოპის გადგანა და ისე უნდა აქციო შენი თავი ბრენდად, რომ მე ვიღაც რომ მოვა და რაღაცა სამუშაო შემოგთავაზებს. ისე უნდადეს როგორც შენ აკეთებ. ანუ რაღაც დონემდე პრინციპებს ცოტა გადააბიჯო, მაგრამ თავიდან შეიძლება მე ისევ take control რა.